დღეს ვლოგი დედაკოსთან ერთად. ძალიან ბევრი გითხოვდით, სად არის დედა შენიო? რატომ აღარიღებ ვიდეოს და რატომ აღარდებ სიახლეებს? ახლა და უყურეთ ჩვენს პატარა ვლოგი. ერთი პატარა და უკრავი დღე, მაგრამ ვფიქრობ ძალიან ლამაზი. აბა შემიფასეთ პირველი ვლოგია და ვეცდები უკეთესი ვლოგები შემოგთავაზოთ. ესეც დედა. უფრო შემოსულია შიგნით და ასე მარსელში ნაკლებად არის. იმიტომ არის ეს ხარაირი ზღვა. ჩავედით მიცაში. გავიყინეთ, იმიტომ რომ არაბეთში იყო ყველაფერი სიცივე ჩართული. რა ქვია? ვენტილატორი. აიაროს ვინუშლის. მე როგორ შემცირდა და გარეთ როგორ თბილა. წავედით ახლა რაღაც საქმეზე ვართ შემოსულები, თან მიცას დავათვალიერებთ და დედას აღავმომდა და გამოყვავით. ესეთია ნიცის გარი. მე როგორ მიხარია რა თბილა. იმედია და დღეს მე არ ვიწუწუნებთ რომ რა ძალიან ცხელაო. ესე იგი ხო მაღაზიაში შემოვიდით ნორმალში და აი ესე გცივა რომ ამ ქაურის სიგრილე სიამოვნებას არ გვანიჭებს. და თუ რამე ერთლიანი იყიდა და ერთად გულავ ყავს. ამას? ხო. აი, წავედით გადავიწიოთ წინ. ესე მაღაზიაში სულ მინდოდა ხოლმე ეს ამის წლის უკანას ლამაზ ვიდეო გადამიღე. მე ეს კამერაც რა მეკითხა, არ იქამდე ვიდეოებში ჩავწეროთ ხარ. ამას მე პირველად მიყავი ხალხში საერთოდ. მაღაზიაში იქით მერიდება. ოდი. შევგერთებით ნიცის სანაპიროდ. ის დროა და პეტერა კაფეში შემოვიდით. და არც ის მინდოდა რომ ძალიან გახთან დამჯდარიყავით. ხო და რაც შეეხება აი ფასებზე რო იტყვიან ხოლმე რომ კატასტროფა ფასები არისო ნიცაში, წინაზეც ვიყავი ის ვლოგიც სამუშაოებელი მეგობრებთან ვიყავი და რა თქმა უნდა, ხა ცენტრში შედარებით ცოტა მაღალი ფასებია, მაგრამ მე მგონი მარსელშიც ასე არის ცენტრში ელემენტარული ეკლერი და ეს რაღაცები ალბათ 10 ევრო დაგიჯდება მეტი და მე რომ გახვალ სხვა ადგილებში უკვე სხვა ფასია. და აქაც ესე არის, იმიტომ რომ ერთ კვირაზე მეტი ვიყავი და ამაში გავხიცნობიერთ. ის შეშლილი დამენახეთ. თემზე გამოწერილი ეს ნივთები მოქვს რა, რაც აი ზენზავს, არ ვიცი ეს როგორ არის, ანუ ედება კაბელს და ვიცოდი ხა მეტრო მატარებელშიც მომედო რა, ერთხელ ორჯერ სამჯერ ოთხჯერ. ვიცოდი რომ ძალიან დამიზიანებდა, მაგრამ არ მოვეშვა და გავანადგურე, მანამ ფოტოები გადავიღე. დე. დავით ერთ-ერთი ფოტო გადავიღოთ ამ კათედრალთან და ისე არ შევსულვარ და შევიდეთ. აი ესეთი კათედრალია ქალაქის ცენტრში და კიდევ უბრალოდ გარედან გადავიღე ფოტო და იქ შევალთ. საუბრობთ ფოტოს გადაღება არ შეიძლება. ხო. არა, მე მგონი შეიძლება, მაგრამ მაინც მოდი არ მინდა. წავედით. კათოლიკურ წრეზე ვინც ისიც კათოლიკე ვარ. ანუ შეიძლება ისე არ ვიცოდე, მაგრამ იმდენად გავს ჩვენ ქართულ კათოლიკურ წრეს, ანუ ერთ იგივე ძროა ხო? რომ გონებაში სულთ არ მიხალბ. აი გონებრივად ვიცი ტირვის რა მონაკვეთი არის. რო გავიარე აქ არ წამიკითხა რომ ეს კაფის ის იყო და რამე იქ უნდა დაგველია. თან მე დავდებულობ სიკვარზე არის 1 ევროვანი პიცის ნაჭერი. ანა მარია გიშდება მაღაზია. ხო და ჩვენ თითქმის ცენტრში გამოვედით. გამოვა სიცივე. არა და უკვე ცხელა ახეთ ხო? სახერად მოდა დაგლიჯე. იმაზე ვარცხაში ჩავაგდები დღე იყო. და ამ ფერებით მივხვდი რომ ცენტრში გამოვედი, იმიტომ რომ ნიცის ფერები ეს არის და ცენტრში სულ ეს ფერებია და ის რაღაცა კაციზის ბოძზე. კაცი ბოძზე. ეს სხვათა შორის ჩვენ ხო ყავისფრად აღვიქვით ტულუზა და ხალხი ეძახიან ვარდისფერიო. მეთქი რანაირად. ხოდა თურმე მაგას ეძახიან, ანუ ევროპაში ყველა ეძახის ტულუზას ვარდისფერ ქალაქს. მეთქი რა? ეგ ყავისფერი არ არის თქო? დაჟე მარიკადეიდამას მაშინ რომ დამიწერა კომენტარი მითხრა რომ
ვარდისფერი რა, ლამაზი ვარდისფერი ქალაქია და მეთქი დეიდა რანაირად არის ვარდისფერი? ყავისფერი არ არის, კრემისფერი არ არის, აგურისფერი არ არის საერთოდ მეთქი. თარიღო რაღაც ეგეთი ნაშენები. ესე იგი გაღიდა რომ გამოვხვალთ ფეხით. 2-3 გაჩერება არის ტრამვაის, რომელსაც ფეხით თუ გამოვიდეთ უკეთესია, დაზოგავთ €70-ს, ან €2 გააჩნია. და ესეც ცენტრი. და როგორ მოვაგენი ცენტრიცი? ეხლა ცენტრის ის ხوار მქონდა მისამართი, ანუ არც მახსოვს უბრალოდ პირდაპირ წამოსულიყავით, უნდა გადამეხვია სადმე და ქართული რესტორანი არის აქ ჩასახვევში. და იმ რესტორანის სახელი ჩავწერე Google-ში. ისევ ქართული, ისევ და ისევ. ამას ქალაქში. და რა მოგდევს და შემდეგ ვიდეოს ჩემთვის ფერადია. ძალიან ცოცხალი ფერებია, შედარებით მარსელისა და ანუ ეხლა ხომ შენ არ გინახავს ჩემი ძველი ვიდეოები და შენთან არ მისაუბრია და ნიცაში რო ვიყავი და ზევიდან გადმოვიხედე ვთქვი რომ მარსელი არის, ოღონდ ტულუზან არ ევიქ. სულ ისეთ ვიდეოები გადავიღე, რომელიც განიერეს აჩენს ყველაფერს. მოდი ხომ მაგ ვიღოთ და მე მგონი საერთოდ წითელზე ვარ. არც გამიხედი, არც გამომიხედი დავაი ქართულად მე. ესაც ხედი ვიცი. აი ჩამოვიყვანე. ეხლა პირდაპირ გავდივარ სანაპიროზე. ეგრე დავდივარ პირდაპირ სანაპიროზე. და ცოტა შეხვედრით გადავიდეთ მეზარება. ეს ხელში მიკავი მე მეზარება. მე უკვე რესტორნებს რომ უყურებ, ის მაქვს რო ქვია თეჟოვ მაქვს რო ეგრე ვაწყობთ, ვატყრიალებ. მაგრამ არ ჩეს გული. და ისე ზიანი ნიცა. ივნისის საუკეთესო გადაწყვეტილება ნიცისთვის, იმიტომ რომ ივლისში და აგვისტოში წარმოვიდგენია, აქ რა იქნება. არის მარსელი დაჟდერებით აქაურობას ბათუმის ვაიბი აქვს. სულ ვიტყვი, რამდენიც ნიცაში ჩამოვალ. მაგრამ რადგან ზღვისპირა ქალაქში ვცხოვრობ, მაინც საბოლოოდ ალბათ ისეთი ვაიბი მოგხედი, რომ ჩვენეური აქაურობა რა. 4 წელი სუფთად ვცხოვრობთ სანაპიროებზე. გადავიღებ და მე შევისვენებ საღამომდე, იმიტომ რომ საღამოს უფრო საინტერესო ადგილებში გავართ. და ერთი პრობლემაა რა, ესეთ ვიდეოებს ვიღებ და კარგად ვართ, რა კარგია ცხოვრება ევროპაში ვართ, მაგრამ რის გამოც რა ესეც უნდა ჩავარკვეხო, რომ და ჩემს თავადებაზე რომ ხშირად ხოლმე რაღაცებს, ერთ-ერთი ყველაზე საშნელი რამ არის, რომ დედა რამდენ ლიტრი წყლის დალევის უფლება გაქვს დღეში და რამდენ წამასო და წარმოიდგინეთ ამ სიცხეში, ამ ზაფხულშიც მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მოძრაობთ, არ აქვს მის უფლება, რომ დალიოს ბევრი წყალი. და ყველაფერს ვცდილობ ახლა, რომ რაღაცა სანაპიროზე ჩავიდეთ რამე დავლიოთ მეთქი ვთხარი და მანავს წოდამათა, რომ უი არა შეგვიძლია. ბევრი რაღაცები არის, რაც არაუშავს მაინც ცხოვრობით. თავარია ცოცხალი ვართ, კარგად ვართ, დავდივართ, ამით ვფარავთ. ხო, თავარია ზედმეტად რამე არ შეგვიძლია. ჩემი ყველაზე ძლიერი ადამიანია ეს. აი, კარი აეროპორტი. იქ დაკუთხეში და ასე სუნახავ ამ ლამას ანახავებას რომ თვითონ მეაფრიდება. ზოგადად სათვალების გაკეთება ძალიან არ მოყვარს, მაგრამ კიდევ კაირო დედას მეორე სათვალები ჰქონდა. როგორ მიყვარს ეს დეგენერატობები? და ჩემი სულ გაოცებული უყურებს ხოლმე ჩემს ბიჭებს და მე კიდე არ ვწყვეტ გაოცებას. ყოველთვის რაღაცა გიჟობებს ნახულობ. ხოდა ეს გავიხედოთ. კამერა ხო არ მოვიატრიალო და მეზარება. დე. და ასე მიფრინავს. ყველაზე იფრინე
შენთვის წამოდი ჩემამდე. ეხლა ასე ფოტოს ვიღებდი და დედა ჩემი აკეთებს აი ესეთ რაღაცას. რა ეკეთება? და ის რა არის და შენი? სამაჯური. ამას რომ მალავდა ხოლმე და როგორც იქნა დაძლია ეს ყველაფერი. დედა ეხა ფოტოსთვის დასდა, მაგრამ მე უბრალოდ ისნა გადამეყო, რომ აი ნიცის ეს მომწონს რა. ესე რო არის. მარსელში ბეტონის არის და ოკეანის ზევიდან ვუყუროთ. მაგრამ რაღაცნაირი ისიც ძალიან ესთეტიკურია. დედიკო. დედამ ჩავიდეთ ისე როგორო ფეხი ჩავყოთო. მაინც ქვიშა არ არის და არ დაგვესროებაო და მეთქი ოკეი. მარსელში არ შევსულო ჯერ წელს ზღვაში. არ მინდა რომ ძალიან ისე გადავიღო ეხლა იქ ბევრი ხალხია და ეხლა რა საქმეზე მარსელიდან ჩამოვედი ნიცაში იქ მივდივართ მაგრამ არ შემეძლო ეს კომენტარი არ გამეკეთებინა ჯერ არ მინდა დამავისდეს ფეხი ჯერ ისე არ გადაგვიდგამს რაც 2 საათია 3 საათია რაც ჩამოვედით და ყველგან ქართველები არიან ყველგან ქუჩაში პლაჟზე სკამზე სადაც ვისწრებით ყველგან რა ბევრი ქართველია ნიცაში გაოცებული ვარ აი ძალიან მომწონს ნიცის ეს ულამაზესი შენობები და ეხლა იმდენი ლამაზი ადგილი გამოვიერთვა რა არ მინდა რომ ყველაფერს გადავუღოთ რა მე და დედა ვჩებით ისე რომ ვეღარ საუბრობ და არ მინდა მაგრამ ლამაზია ქაურობა ძალიან აქ უნდა გადავიდეთ და ეს ფოტოშორის ყველასპედი აქ იაფი არც ეძვირია ჩემდა მეხოწებოდა წინაზე გეხოწები აიღე ვიაროთ მაგრამ არა იმიტომ რომ რაღაცა პრობლემა შემექნა და 90 ევროს ეს ჩამოვაწყო მარსელში და იმის გარკვევაში ვარ ჯერ. დედას დავაწერნოთ ახლა ტელეფონი და ცოტა დედა დახარე. არა, ცოტათი. ოკეი. და ხოიცით ის როლის რა ირამიდეს ჩანთაშიო და აი ფრებს ვათრებ ხალხო. დედა იცი რა მაქვს ჩანთაში? ეს რა არის? შენ მიკროფონი მიიდე. და დედა რაც ვიყიდეთ ეს მიკროფონი ჩვენთან არ დამიტენია და არ დამჯდა. მაგის ჩემთვაა? მაგის ჩემთან. ხო ვიღებდი ფეისბუქის შედეგი ანუ მაგარი ბლოგერების არა მაგარი ბლოგების რაღაცები მაქვს არა ეს კამერა ცოცხლე ვიზარება ალი რომელსაც რაღაცნაირი ჭოხს მოხდა შემეშკუთე ეს ამ აპარატის დამტენები ტელეფონის სატენი მიზერებებული არის რაღაცა მე რო ვიყიდე რაღაცა იგი ხაი და პორან ტრამინიეთ მარსელიდან რეზიმო წომუღებული და საფულე რომლიანაც ინიციატივა ავიღე სხვადასხვანაირი ისინი ხო არის სიმონალიზა და სხვადასხვანაირი ფირსმანები გავაკეთე და წარმოიდგინე ჩემ ჩანთაში ზაგრძელებს როგორ ჩემ ჩანთაში ზაგრძელებს რაღაციების ჩალაგებას ხო შენთან დიდი საფულე დოს რა მთავარი პასუხისმგებლობა მე არა ვიღე და კარტებიც ჩემთან არა ვიღე სულეს ეხლა ჩემი დიალოგი არის დეიდა ჩემი რომელიც ჩემს ბლოგებს უყურებს დიდი სიყვარულით და მის გამო უფრო დავიწყე დიდი ბლოგების ჩაწერა და როდესაც ყოველთვის ესე ვდებ ხოლმე სადღაც ვეუბნები დეიდას რომ ეს ბლოგები უმეტესად შენ გეწყნება და წარმომიდგენია თქო ეხა ვამბობდი რომ როგორ ზიხარ შენთვის როცა მოიცლი ყველაფერს და ალაგებ ყველა სიტუაციას და ზიხარ შენთვის და ტელევიზორში ჩართავ YouTube-ს და უყურებ ჩემს ბლოგს და უკვე შენი საყვარელი დაიგოც არის ამ ადგილას დედას ვენოდი რომ მე და მარია ვიყავით თქო რა ერთხელ გავიარეთ და არ დამავისდა იქით კი რუსული კათედრალით არის თორსები ვინც ნიცაში ხართ აბა მითხარით სწორად მომო თუ არა და დაჩვენს ზოგადად ერთ რამეს ვეთქვი სულ მადლობა ხატვის მიწისა და იმისთვის რომ თვალითი მეხსიერება მაქვს ძალიან კარგი მაგრამ სმენთი მეხსიერება არ მაქვს და ამას ვებალი იმას რომ ენებს შედარებით რთულად სწავლობდი ბავშვობაში ან უბრალოდ თავს ვისტრესავდი ვინც ის დღემდე ვერ დავასკვნია ყველაფერი გონე რომ ვესწავლო მეტი მინდოდა მეტი მინდოდა რასაც ვაკეთებდი ყოველთვის დღემდე ეგეთი ვარ მეტი მინდა და მე მგონი ჩვენ ვიდით დანიშნულების ადგილამდე და ამ ვიდეოს მე გაიგებთ რომ ნიცაში რატო წამოვედი თუმცა ნიცაში გუშინ გაიგო რომ ნიცაში რატომ იყავ და მეთქი ისეთ ხომ უნდა გენახათ ნიცა და გასეირნებლად მიგუნა მაგრამ არა გასეირნებლად გამოვიდა თავარია იყო იმიტომ წამოვედი დიდი სუსათიდან საღამოს 8 საათამდე აკვართან 12 საათი ნიცისთვის საკმარისია დედა ჩვენ რო ტუკის გავხსნით ესეთ ფერებში გავაკეთოთ
ვარდისფერი და პასტელური მწვანე. ნახეთ რა ლამაზია. ვარდისფერი მწვანე შეხამებით. ისეთი უხდები. ხო, მაგათ კი უხდები. დიко. შეიძლება თუნდიმიტრა, თუნდიმიკრა. ესე ზოგადად ხოლმე ძალიან მეყვარს ხოლმე რა ესე უბრალოდ ჩავდი და რაღაცა ლიმის ენახაობრის და ეკლესიას ხოლმე შევხედავ ხოლმე ისე რა. ყორსაკორი ეკლესიის გუმბათები, იმიტომ რომ გორიდა როდესაც შეხედავ აქაურობას, აი ეს ეკლესიის გუმბათი მაღალი თავის წოდით ხოლმე ჩანს და აკვადია. ახლა დედაჩემს ვეწუწუნები რომ როგორ მივეცით ისეც 4 ევრო სხვა ბუნაჟაღიაში და აქ რამხელებია ნახეთ. იცოდეთ, არ ვიცი, ამ ადგილს შეხედეთ, ნიცაში გაიარეთ. ჩემს ნაცვლადაც ჭამეთ, იმიტომ რომ ეხლა ეგრე შეჭამა, ვეღარ შეჭამ ქართულ კეფს. და ესეთური კონტექსტის. დიდი მოგება. ისე მაგ. ისე ჯეიმს აღვარები. დედაც და დაიღალა, მაგრამ ჩვენ ხო სიტყვადავდეთ, რომ ამ რესტორანში დედას მოვიყვანდი, როცა მე და ჩემი დამოვიდეთ. მოვიდეთ ჩვენს ულამაზეს ქართულ რესტორანში. აი, უბრალოდ რა უნდა დააგებინა ამაზე კარგი. კი, დედიკოს გამოცხადეთ კი კარგია, მაგრამ რა. მაგრამ მოწმული ხალხი გენდია. მგონი 3 საათის მერე ვაგრძელებ ამ კამერით გადაღებას, ცოტა ტელეფონით გადავიღე ქართულ რესტორანში ვიყავით. ძალიან ცხელა და ძალიან დაიღალა. სეპაგა. კიდე გამოდიო მოხდა. არა უშავს. და ხოლმე მოკლედ ეხლა უნდა ავიდეთ 330 გრადუსიანი სანახავროდ და ჩანჩქერი ზევით ნახე. ჩანჩქერი ჩამოდის და გაგრილდება. ეს გაგრილება უნდა. ხო და იქ რო სულიყავით 3 წუთს მიწევდა და მეთქი წამოდით და ისე ლიფტით ავიდეთ და მე უკვე ტყე აი იქიდან იქამდე უკვე მარტივი ასასვლელად და მე მგონი 2 საათზე მეტიც გრჩება დრო და ასე გავიყვანთ. იქამდე კიდე ტრადიციულად ნიცის იმ არ ვიცი სახელი რო წერია იქ მივალთ და გადავიღებთ ფოტოს. წავედით. დევიდოთე რაკელი. ხო. წამლები დალია ეგრე. ასე 6-7 წელი ქონდა სულ. დაიღალა და დავიძეკით წამოწვა. და მე რომ დავიდეთ, იმიტომ რომ ლიფტი არ არის და ეს 3 წელი არის აფსალე. მე ყურასამო. 네. ეს ზედა რომელიც ძალიან დაიღალა. დაიღალე? ეხლა ვიდივართ იქ. და всё, ანუ ჩემი გამოთვლით აბას ვიძახ ხოლმე 3 სართულია თქო რა. ის რაც ამოვედით, ეს და მე ზევით შანსი არ არის ვერ აღარ, იმიტომ რომ ძალიან ცხელა. ძალიან. ეს რა ახლა მაზე ვიდეო მაქვს და ხა შენა გადაგიღო თქო. შეფერსაც როგორ ასხავს. ლუდა, გაიხარა დედიკა. რა? გაია. და რას ხედავ? სისარტყელას ვერ ხედავ? დედაკო ვერ ხედავ? რა ლამაზია. და მე მისინდება. აი ასე ხდება. აჰეთ. ამაზე კიდევ წინა ბლოგსაც და კიდევ დროზე პირველად ვიყავი აქ. შენ დავიწერე სახე არ შემჩნიოთ.
ეხლა დაგანახებთ უფრო ლამაზად ნიცას არმასის წინებლოგებში მაქვს რა ეს ხედები. წინზე ვიწყებს რომ ხედი არ ჩანს. არა საკმარისია. წავედით და შემოგიერთებით უკვე დან მატარებელთან. ეს ფოტოშორის ის არის. რა ქვია? მეგონი წინა ბლოგშიც ვიძახი. დასაფლავ და რა ლამაზია. ადე. აი, რა ლამაზია. არ ვიცი რა. და აქაც ეს ვერ გავატარებდი რა. Ça va être un peu très juste pour ceux qui vont s'installer là-bas. Pour votre sécurité, nous vous informons que ce train est équipé d'un système de vidéoprotection. და ჩვენი ვოიაჟი დასასრულე ცოტა სხვანაირად ვიდეო მიკროფონებიც იმიტომ მქონა წამოღებული, მაგრამ შემიძლია. რაშია დღეცი ახლა ვიდეოს ნახევრის მერე მითხარით და მიწერეთ. ბედნიერი დღე. ყველას და ბედნიერი ცხოვრება.